აი ნახე სულ რაღაც სამთვეში 33,000 რაღაცა სოციალურ ქსელებში 100,000-მდე გამომწერი მყავს და გართობა მხიარულება და პოზიტივია ჩემი კონტენტი. როცა დავიწყე თავიდან ვიდეოების გადაღება, იცით როგორ ნერვიულობდი, აი მიფიქრია რომ განარა დაუშავე ხა ამ ადამიანს რომ ესე მლანძღავს. მეუბნებოდნენ, კაი, ამას უნდა მიეჩვიო. საბედნიეროდ 80% მაქებს. ყველგან არის მაინც სხვადასხვანაირი აუდიტორია. Instagram-ს ყავს ძალიან კარგი აუდიტორია, თითქმის არასოდეს არ მინახავს ჰეიტს კომენტარები. TikTok-ში ცოტა კომენტარი უმეტესობა დადებითია, მაგრამ პატარა ბავშვები არიან, რომლებიც ყურადღების მიქცევის მიზნით აკეთებენ. აი Facebook აუდიტორიის რომლებიც კომენტარებს წერენ ვიდეოებზე, მე ვერ დავადგინე რა აუდიტორია. უბრალოდ შეიძლება ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, შენი ვიდეო შეხვდა და დაგიწეროს რაღაც საშინელება. თავიდან ვიფიქრე რომ ეხლა ამ ადამიანს მივწერ, რატომ კადრებ, მე ხო არასოდეს არ ვიკადრებ, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ არ გამიფიქრები, ეხლა მეც ადამიანი ვარ და ვიფიქრე რომ მოდი ეხლა ამას დაუწერ საშინელებას, მაგრამ მე ვიფიქრია რომ ამით ჩემ თავს ვაყენებ შეურაცხყოფას და ეს არ არის კარგი საქციელი. როგორც კი დავინახავ რომ ცუდი რაღაც წერია, ეგრევე ვეშვები და გადავდივარ სხვა კომენტარებში. ბოლომდე არ ჩავდივარ, იმიტომ რომ არ მოვიშლი ნერვებს. მე ყოველთვის ჩემი სიამოვნებისთვის ვიღებ და არასოდეს არ მგონია რომ ამ ვიდეოს ნახავს 100-ობით და 1000-ობით ადამიანი. შეიძლება რაღაც კონკრეტულ ვიდეოში რაღაცას ხსნიდე რა და ის თავის აზრს მიწერს რომ შეასეთო, შეისეთო, ეგრე კი არა 100-ია. ანუ რატომ ლანძღავ? აი რატომ ლანძღავ? შენთვის შეიძლება ასეთია, ჩემთვის ასეთია. კარგი რაღაც დაუწეროთ ერთმანეთს, იქნებ უფრო გცემ პასუხს, იქნებ უფრო შემოვდივარ კომუნიკაციაში, რაღაც ცუდი დგინდა მიიქციო ყურადღება. ხალხო ერთი რაღაც მინდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს უკან დგანან დედები, მამები, ნათესავები, რომლებიც მართლა ნერვიულობენ, განიცდიან და ამაზე იფიქრეთ. თქვენ როდესაც იმ 5 წუთში ცუდ კომენტარს წერთ, თქვენ რა გამოჩნდებით ამ მომენტში ან ვინ ხართ?